აუცილებელი არის ჭრილობის სათანადო მოვლა. ფიზიკური აქტივობა არ არის რეკომენდებული. ელექტროკოაგულაციის შემთხვევაში ამ ტიპის შეზღუდვა არ არის. რეაბილიტაცია არ არის რთული, ასევე არ არის რეკომენდებული აუზით სარგებლობა. წარმონაქმნების მოცილების შემდეგ პაციენტს ეძლევა გარკვეული რეკომენდაციები. რეკომენდაციები დამოკიდებული არის ჩარევის ტიპზე, არის ეს ელექტროკოაგულაცია თუ ქირურგიული ექსციზია, ასევე წარმონაქმნის ტიპზე და ლოკალიზაციაზე. არის მაგალითად სხეულზე გაკეთებული ჩარევა, იქნება ეს ქირურგიული ჩარევა თუ ელექტროკოაგულაცია. მაგ შემთხვევაში რეაბილიტაცია შედარებით გვიან ხდება, ვიდრე სახეზე. ფიზიკური აქტივობა არ არის რეკომენდებული თუ არის რისკი რომ გაიხსნას ნაკერი ან ჭარბი უხილავების შემთხვევაში დაინფიცირდეს ჭრილობა. ელექტროკოაგულაციის შემთხვევაში ამ ტიპის შეზღუდვა არ არის. ასევე არ არის რეკომენდებული აუზით სარგებლობა, ვინაიდან წყლის სასტერილიზაციო საშუალებებმა შეიძლება ახალი ჭრილობა გააღიზიანოს და დაინფიციროს. აუცილებელი არის ჭრილობის სათანადო მოვლა, დამუშავება ანტისეპტიკური საშუალებებით, იშვიათად შეიძლება დაგჭირდეს პერვალური ანტიბიოტიკოთერაპიის ჩართვაც. ეს ხდება პაციენტთან შეთანხმება, მისი ალერგიული ანამნეზის გათვალისწინება, ასევე და სხვა ნოზოლოგების გათვალისწინება. რეაბილიტაცია არ არის რთული, პაციენტი ცხოვრობს ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმით, მხოლოდ აუცილებელი არის ჭრილობის სათანადო მოპყრობა. ხდება ნაკერების მოხსნა სხვადასხვა დროს, სახეზე შედარებით მოკლე დრო სჭირდება ჭრილობის შეხორცებას და დაახლოებით მოიცავს 1 კვირიდან 10 დღემდე. ხოლო სხეულზე, მაგალითად ზურგზე ან ბეჭის მიდამოში ადგილებში, სადაც მეტად დაჭიმულია კანი, განსაკუთრებით თუ დიდია ჭრილობა, ნაკერების მოხსნა ხდება ეტაპობრივად, დაახლოებით 14-16 დღის განმავლობაში.